სახელითა მამისად და ძისათა და სულისაწმინდისათა გილოცავთ დღევანდელ დღეს. ვფიქრობ, რომ სახელიც მიგვანიშნებს თუ როგორ უნდა განვეწყოთ ამ დღესასწაულისთვის, როგორ უნდა მივიღოთ იგი და რა პასუხისგებლობის წინაშე გვაყენებს. საერთოდ სახარებისეული სიუჟეტები, ყველაფერი რაც არის, ისტორიული ფაქტებია, რომელიც მოხდა, რომელიც პირუთვნელად აღწერეს მოციქულება და სულიწმინდა ღმერთის მადლით დაცული იქნა, რომ არ ყოფილიყო ცნობილება გაპარული და უფლის ყოვლის მყობელმა მარჯვენამ დღევანდელ დღემდე იგი უცდომელად შემოინახა. მაგრამ თუ ჩვენ ამ ისტორიულ ფაქტებს არ გავითავისებთ და ჩვენს პირად ცხოვრებაში არ შემოვიყვანთ და ჩვენს პირად ცხოვრებად, პირად სიცოცხლედ არ ვაქცევთ, მაშინ ჩვენ უბრალოდ ვიქნებით ადამიანები, ისტორიკოსების მსგავსი, რომელიც წარსულ მოვლენებს იხსენებენ და ამით ჩვენ პრინციპში არანაირი შედეგი არ გვექნება, გულისხმობ იმ მიზანს, იმ ცხოვრების საზრის, რომლისათვისაც ჩვენ ქრისტიანები გვქვია და თუნდაც დღეს აქ ტაძარში ვიმყოფებით. აი დღევანდელ დღესაც ის ისტორიული ფაქტი, როდესაც ყრმა იესო, ჩვილი იესო ტაძარში მიიყვანეს, მართალმა სვიმეორმა იგი ხელთ იპყრა და მიიქვა, ანუ შეხვდა შინაგანად, აი რაღაც ლამაზი სიტყვაა ეს, ქართული სიტყვა, მიიქვა, ანუ ჩაიხუტა გულში, მიახლა შეიძლება ასე ითქვას. აი ეს ფაქტი, რომელიც მოხდა და ჩვენ ვიცით წმინდა წერილიდან დღესაც სახარებას უსმენთ, როგორ ხდებოდა ეს და რას ამბობდა, როგორ წინასწარმეტყველებდა სულიწმინდა ღმერთი იყო რა გადმოსული მართალ სვიმეონზე, რას ამბობდა იგი. როდესაც ჩვენ ამ ყველაფერს ვკითხულობთ, თითოეული ჩვენგან უნდა ცდილობდეს, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საკუთარ თავს განუკუთვნოს ყოველი სიტყვა და დასვას კითხვა ასეთი. აი მართალი სვიმეონი სამყაროში ყოფი ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც შეხვდა ქრისტეს სასწაულებრივად და ვიცით ისტორია რომ მას ჰქონდა მინიშნება ღვთისაგან რომ იგი იცნობდა მას და იცნო როგორც იოანე ნათლისმცემელს ჰქონდა მინიშნება ღვთისგან რომ იგი იცნობდა მას და იცნო აქედან გამომდინარე მე ვსვავკითხო საკუთარი თავის მიმართ მე უნდა შევხვდე თუ არა ქრისტეს და რომ შევხვდები უნდა ვიცნო თუ არა იქ მე პირდაპირ გეტყვით რომ ყოველი ადამიანი შეიძლება მათ შორის თქვენს ნამდვილად ასე იყოს და მე იმედი მაქვს რომ ასია და ტყუილუბრალოდ არ დგახართ აქ თითოეული ადამიანი რომელიც ქრისტიანულ ცხოვრებას იწყებს და ამ ყველაფრის საფუძველი არის ის რომ მას წამს რომ იესო ქრისტე არის გალაქტიკების შემოქმედი სამყაროს შემოქმედი ღმერთი ის თავის ცხოვრებაში აუცილებლად არასავარაუდოდ არამედ აუცილებლად შენახვედრია ღმერთთან ქრისტესთან მან აუცილებლად აქედან გამომდინარე იცის რომ იესო ქრისტე არის ღმერთი თუ ადამიანს არ ექნება პირადი გამოცხადება გულის გულში, ანუ ჩვენ მისტიკურ სიღრმეში, რომელსაც სულიერი გული ეწოდება, თუ არ გვექნება იქ ღმერთის გამოცხადება, რომელმაც თავის ენაზე, ჩვენთვის გასაგებ ენაზე, სასწაულებრივად, ფაქიზად, უფრო რაღაც გამოხატველად, რაღაც აი, ყოველ შემთხვევაში ყველა ადამიანი უნიკალურია რაღაცნაირად, ისე როგორც ჩვენ გვჭირდებოდა. თუ ჩვენ არ გვითხრა ღმერთმა, რომ იესო ქრისტე, რომელიც 2000 წლის წინ დაიბადა, რომლის სიტყვებსაც ჩვენ იმედია ყოველდღე ვკითხულობთ წმინდა წერილში, რამე თუ ვინ უნდა წაიკითხო თუ არა, ვის უნდა მოусმინო თუ არა იესო ქრისტეს, ანუ ღმერთს განკაცებულს, თუ ჩვენ ეს რწმენა გვაქვს, მაშინ იცოდეთ, რომ თითოეულ თქვენგანს პირადი გამოცხადება ქონდა ღვთისაგან და ღმერთისგან ვიცით, რომ იესო ქრისტე არის ღმერთისგან ვიცით, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი და ეს რასაც მე ვამბობ, რაღაც ორიგინალურს კი არ ვამბობ, რაღაც განსაკუთრებულ სახარებაში გვიწერია ეს, უფალი პირდაპირ ამბობს, პეტრეს ეუბნება და ამით ყველას, რომ თუ ირწმუნე იესო ქრისტე როგორც ღვთის ადამიანად მოსული, სამყაროს შემოქმედი, ესე იგი ეს გამოგიცხადა ღმერთმა თავად მამამ გამოგიცხადა. ეს ფაქტი ჩვენ ცხოვრებაში მომხდარია, მაგრამ ჩვენ ვიცით კიდევ ერთი რამ, მათ შორის იგივე პეტრეს მაგალითზე, თუნდაც იგივე იოანე ნათლისმცემლის მაგალითზე და ასე შემდეგ, აი პეტრეს მაგალითზე რა ვიცით რომ მიუხედავად იმისა, რომ მან იცის რომ იესო ქრისტე არის ღმერთი, იცის გამოცხადებით და გზად არის მისთვის მოკვდეს. ერთხელაც მის ცხოვრებაში ხდება ესეთი უცნაური რამ, იგი სიკვდილის შიშიდან გამომდინარე, სვით გადარჩენის ინსტინქტიდან გამომდინარე ამბობს ქრისტეზე
მიანიშნებს და მაგკაც არ ვიცნობ. გახსოვთ ეს ალბათ სახარებიდან, ანუ ეს რას ნიშნავს? ესე ჩვენ სამოძღვრებლად დაიწერა, დაფიქსირდა, მოხდა, მაგრამ ჩვენთვის სამოძღვრებლად დაფიქსირდა. არც ერთ სიტყვაზე მეტი არ არის წმინდა წერილში, ყველაფერი გჭირდება ჩვენ. იმიტომ რომ ჩვენს გვახსოვდეს, რომ მე რა რომ ჩვენ ვირწმუნეთ, მე რა რომ ჩვენ ვიცით, რომ ქრისტე ღმერთია, ეს ულას არ ნიშნავს, რომ გარანტირებულად უკვე მასთან ვართ, ჩვენი რწმენა ძალიან ბევრ გამოცდას გაივლის, თუ პეტრემ გაიარა გამოცდა, მე არ უნდა გავიარო გამოცდა. ამიტომ ჩვენი რწმენა ყოველთვის საჭიროებს აქტუალიზირებას, ანუ გაცოცხლებას, ერთგვარ ტექნიკური ტერმინი რო გამოვიყენოთ, რესტარტს, რომლის მოსურნენიც რომ ეს მოხდეს, რაც შეიძლება ხშირად ჩვენ უნდა ვიყოთ. ხო თქვი, რაც შეიძლება ხშირად, რამდენ ხანში ერთხელ? ყოველ ზიარებაზე. და ზიარება შუა არა, რა თქმა უნდა ზიარების შუაც. ესე იგი ყოველ დღე და დილას შუა დღესაც თუ საღამოს და მივხვდებით, რომ ყოველ წამს. გახსოვთ პავლე მოციქულის სიტყვები მოუკლებლივი ლოცვიდეთ. ხშირად ვამბობთ ხოლმე ჩვენ არც ერთი წამი ქრისტეს გარეშე. რატომ? იმიტომ რომ ყველაზე ძალიან როცა არ ელოდები, მაშინ მოვა, ან გაგიყვანს ამ ქვეყნიდან და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ მუდმივად მზად უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ დადგება წამი ჩვენ ცხოვრებაში, როდესაც შეუქცევლად გავალთ ამ ქვეყნიდან, ან უფალი დაბრუნდება, ან ჩვენ გავალთ და აღარ გვექნება შესაძლებლობა და დრო, რომ კვლავ ერთგვარი რესტარტი გავაკეთოთ. ამიტომ ის იქნება საბოლოო წამი ჩვენ ცხოვრებაში. და რადგან ეს საბოლოო წამი ჩვენთვის მოულოდნელად შეიძლება დადგეს, ამის შესახებ უფალი გვაფრთხილებს, ამიტომ ეს აქტუალიზირება ჩვენი რწმენისა მუდმივად უნდა მოვახდინოთ. და დღევანდელი დღეს ამის мотивაციას გვაძლევს. მით უმეტეს მრავალი თქვენგანი ეზიარა და ეს ნიშნავს, რომ ზიარების დროს ქრისტეს ჩვენ შიგნით უნდა ხვდებოდეთ და რა თქმა უნდა, დღევანდელი სიუჟეტი ისტორიაში რო არ დარჩეს, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის, რომ აი რა მოხდა მართალ სვიმეონთან, როგორ მოხდა ეს და რა სიუჟეტია და ეს ჩემ საცხონებლად როგორ უნდა გამოვიყენო. კითხულობთ ჩვენ, რომ იყო კაცი იერუსალიმს, რომლის სახელი სვიმეონ და ეს ისტორია თუ ვინ იყო ეს სვიმეონი, თქვენ შეგიძლია ინტერნეტშიც ნახოთ, მოიძიოთ, ამაზე მე დროს არ დაგაკარგინებ, თვითონ საინტერესო ფაქტია, ვინ იყო ეს სვიმეონი და რატო უნდოდა ასე ძალიან გარდაცვალება. იმიტომ რომ ძალიან დიდი ხნის იყო და მას უკვე საერთოდ ახლობელიც კი აღარ აყავდა, იმდენად დიდი იყო ასაკით, რატო ქონდა მას მოლოდინი, რომ ღმერთს შეხვდებოდა, ეს ყველაფერი თქვენ შეგიძლია უბრალოდ წიგნებში წაიკითხოთ და ინტერნეტშიც ნახოთ და აი ეს კაცი დახასიათებულია. ჩვენ ახლა ამ შემთხვევაში გვაინტერესებს არა ისტორიას თქვენ კიდევ ვიმეორებ ინტერნეტშიც ნახავთ. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაინტერესებს დახასიათება ამ კაცის. ნახეთ როგორ წერია. და რატო გვაინტერესებს ამ კაცის დახასიათება? იმიტომ რომ ქრისტეს შეხვდა. და ნახეთ, მე რო ვიცი რომ შენ შენახვედრი ხარ ქრისტეს? კი. და მე თუ ჩემი ცხოვრების მიზანი ქრისტეა, მე რა ბუნებრივად ვინტერესდები, რომ როგორი ხარ შენ? აბა მასწავლე, აბა გამაგებინე, აბა შემოგხედო, იმიტომ რომ მეც ეს მინდა, ამიტომ ვარ აქ. გესმით რა შეასაბ? ეს კაცი იყო მართალი წერია. არასწორად გაგებული ეგ სიტყვა ძალიან საშიში სიტყვაა და რატო? იმიტომ ადამიანებს აქვს ილუზია, რომ ისინი მართლები არიან, იმიტომ რომ საკუთარი სიმართლით ცხოვრობენ. და გახსოვთ დღეს ცისკარზე როგორ იკითხებოდა, კურთხეულ ხარ შენ უფალო, მასწავლე სიმართლენი შენი. არავინ არ არის მართალი ამ ქვეყანაზე. მართალი მხოლოდ ღმერთია და ის ადამიანი, რომელშიც რეალიზებულია ღვთისნება. სამყაროს პრობლემა და თითოეული ადამიანის პრობლემა სწორედ იმაშია, რომ ყველა ადამიანს საკუთარი სიმართლე გონია ჭეშმარიტების ეტალონი, ის არის ორიენტირი, გესმით? და როცა წერია კაცი ესე მართალი იყო, ეს ნიშნავს, რომ არა ადამიანური სიმართლით იყო მართალი, არამედ ღვთისნების აღსრულებელი იყო. იმაში რეალიზებული იყო ღვთისნება. გესმით? აი ამიტომ იყო მართალი. და მოშიში უფლისა. შიში უფლისა ეს არის ის მამოძრავებელი რაღაც ძრავა ჩვენში ჩართული, რომელიც მუდამ გვაძლევს სტიმულს, мотивაციას, რომ არ მოვდუნდეთ და კვლავ ნაბიჯი გადავდგათ ქრისტესკენ, მის ძიების საქმეში, მის ერთგულების საქმეში, იმიტომ რომ ვერასოდეს ვერავინ ხორცში ყოფი ადამიანი ვერ იტყვის იმას, რომ მან მოახდინა თავის წმენის რეალიზება. თან საოცრებაა, ჩვენ ხო მაგალითები გვაქვს, იგივე გრიგოლ ხანძთელის მაგალითი, სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ შენ არასოდეს არ მოდუნდე და ყოველთვის გეშინოდეს, რომ არ დაკარგო ღმერთი. იმიტომ რომ გრიგოლ ხანძთელი პირდაპირ აღასრულებს სახარებისეულ სიტყვას, როცა უფალი ამბობს, იყავით ნათელი ამას სოფლისა და ესრეთ ბრწყინავდეს ნათელი თქვენი, რომ იხილონ სხვებმა რა ეს ნათელი ადიდებდნენ ღმერთს. ანუ
ეს პირდაპირ გაგებით ახსნდა გრიგოლ ხანძთელში, ყველამ ვიცით, რომ როცა ის ლოცულობდა, უბრალოდ ანათებდა. და მე მინდა გითხრათ, რომ გრიგოლ ხანძთელი არ არის ერთადერთი ადამიანი ასეთი უამრავი ადამიანია, თვით მე-20 საუკუნეშიც კი, 21 საუკუნეში რომ გადმოვიდნენ ასეთი ადამიანები იყვნენ თუნდაც ათონისთაზე, რომლებიც ლოცვის დროს შეუქმნელი ნათელს ატარებდნენ რა, ეს ნათელი გამოსჭიოდა და ანათებდა და მას სხვა ადამიანები ხედავდნენ. ამიტომ ბუნებრივია, რომ ეს ეტალონი და სახარებაში ხომ იწერია, იყავით სრულყოფილი, როგორც ეციური მამაა სრულყოფილი. გესმით? და ჩვენ უნდა ვიხილოთ იგი, როგორიც ის არის, მაგრამ ამისათვის საჭიროა ვიყოთ ისეთები, როგორიც ის არის. იოანე მოციქული ამბობს და ასე შემდეგ უამრავი მაგალითია ამისი წმინდა წერილში. ამიტომ ჩვენი ეტალონი, ჩვენი ნიშნული, უпростоრედ ისე ზემოთ არის, ღმერთნი უნდა გავხდეთ მადლით, ღვთისმშილობა დაგვავალა უფალმა, ამიტომ პირველივე რაც უთხრა მოწაფეებს, რა უნდა გავაკეთოთო, რა ურთიერთობა უნდა გქონდესო, ანუ როგორ ვილოცოთო, პირველი მამაო უთხრა, ანუ ღმერთის შვილები უნდა გახდეთო, ისე ზემოთ არის, რომ და ისე შორსა ვარ იმ ნიშნულიდან, რომ შეიძლება რომ მე არ მეშინოდეს ღმერთის დაკარგვის. ამიტომ დიახაც იყო მართალი სვიმეონი, მოშიში იყო უფლისა და კიდევ ერთი, მას ჰქონდა მუდმივი მოლოდინი. აი ეს და მოელოდა ნუ გეშენი სამასა ისრაელისასა და მოელოდა საკუთარი თავისთვის და თავისი მოყვასისთვის. ანუ ეს მოლოდინი, უფალო მოდი, მიხსენ და გვიხსენი და მოლოდინი ამავე დროს ყოველ წირვაზე, ყოველ ზიარებაზე, აი მოლოდინით მოდიხარ ზიარებაზე, რომ უფალო აი დღეს ეგება. მე ყოველ ლოცვაზე, იესოს სახელის ყოველ აღმოთქმაზე, მამაოჩუნოს ყოველ თქმაზე, ყოველ ჩასუნთქვა, ამოსუნთქვაზე და ჩვენ ვიცით, რომ მოლოდინი უნდა გქონდეს, ეს აუცილებელია, მაგრამ ჩვენ ვიცით, ეს მოლოდინი ყოველთვის არ რეალიზდება, ან თითქმის არასოდეს რეალიზდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენსა და ღმერთშუა არის ჩვენი განუწმენდავი გული, რომელიც იმიტომ არის განუწმენდავი, რომ არ არის მართალი და არ არის მოშიში. გესმით? ანუ ღვთისნების აღსრულებელი არ არის. და სვიმეონი იყო მართალის და მოშიშიც, ღვთისნების აღსრულებელიც და თავს იმგაბლებდა იმ სიდიადესთან, რომელიც გაგვიმზადა ჩვენ და ამიტომ და ამის მერე რომ ელოდებოდა, ამიტომაც ღირსი გახდა უფალთან შეხვედრისა. იმის გამო რომ იყო მართალი, მოშიში და მოლოდინის მდგომარეობაში წერია მერე, სული წმინდა იყო მის ზედა და კიდევ ერთი საინტერესო ნიუანსი. ნახეთ როგორ წერია ხაზგასმული მის ზედა და ჩვენთან სული წმინდა ღმერთი, თუ ჩვენ ცხოვრობთ სულიერად, არის არა ჩვენს ზედა, არამედ ჩვენში და ამას პავლე მოციქული ეს სახარებაში ბევრჯერ არის, ხოლო პავლე მოციქული ამას ხაზგასმით ამბობს, რომ ეს არის დიდი საიდუმლოება, რომელიც განცხადდა სამყაროში მას შემდეგ, რაც ღმერთი ადამიანად მოვიდა და განცხადდა ქრისტეს მიმდევრებში, ანუ ღმერთი ჩვენში, ქრისტე ჩვენში, ანუ ჩვენში, შიგნით და ჩვენ ტაძარი, ნახეთ, ტაძარი ვხდებით სულიწმინდა ღმერთისა, ტაძარი ვხდებით მამა, ძისა და სულიწმინდისა, ტაძარი, ანუ ჩვენში, ანუ ჩვენ ეს რას ნიშნავს? პოტენციურად, სამწუხაროდ არა რეალურად, პოტენციურად ჩვენ სვიმეონ მირქმელზე უკეთეს მდგომარეობაში ვიმყოფებით ახლა, იმიტომ რომ სულიწმინდა იყო მას ზედა და ხოლო ჩვენშია შიგნით. და უფრო ახლოს ვიდრე შეიძლება ადამიანმა ეს წარმოიდგინოს. იყო უწყებულ სულისაგან წმინდისა არახილვად სიკვდილი, ვიდრემდე იხილოს ცხებული უფლისა. ნახეთ, მისი ცხოვრების აზრისი რა იყო. მან ღმერთისგან იცოდა, რომ არ მოკვდებოდა მანამ სანამ არ იხილავდა ცხებული ქრისტეს ნიშნავს. სანამ ქრისტეს არ იხილავდა. პირდაპირ აი ჩვენთვის როგორ გითხრათ, სავალდებულო აღსასრულებელი საქმე და დავალება. ღმერთმა ნუქნას გარდავიცვალოთ ისე და მანამდე სანამ ჩვენ ქრისტეს არ ვიხილავთ. იმიტომ რომ წმინდა მამებს ვკითხულობთ, აშკარად ჩანს და ვლინდება, რომ იმისათვის რომ ცხონდე, ჩვენგან ეს დავალებათ არის მოცემული. ვინ როგორ ასრულებს, ვინ როგორი წარმატებულია, მე ვინც ვერ არის ბოლომდე წარმატებული, მის მიმართ ღმერთი როგორი მოწყალია, ეგ ცალკე თემაა. მაგრამ მე ხო უნდა ვიცოდე ჩემი გასაკეთებელი. მე ხო არ შეიძლება ვამბობ, რომ იცი რა, ღმერთი მოწყალია და ამიტომ არაფერს არ გავაკეთებ. ამის თქვა ხო არ შეიძლება. ესე იგი მე უნდა ვთქვა, რომ ჩემი გასაკეთებელი რა არის, ვიკითხო და მე ვეცადო გავაკეთო და ჩემი გასაკეთებელი არის ეს. სანამ გარდავიცვლები, მანამდე შევხვდე ქრისტეს. იმიტომ რომ მე ქრისტე არის სიცოცხლე და სიცოცხლე, რომელსაც მე ვიცნობ უკვე ჩემთვის ასეთ დროს გარდაცვალება არის მართლაც გარდაცვალება, ჩემი მოწაფე და ჩემი მორწმუნე არასოდეს მოკვდება, იგი გარდაიცვლება სიკვდილისაგან სიცოცხლეში. ამიტომ დიახაც აი ეს მდგომარეობა, რომ უწყებული იყო, რომ უნდა ქრისტე იხილოს, ანუ ცხებული, სანამ გარდაიცვლება, ეს ჩვენთვის
აქ ხო სვიმეონს ეუწყა, ეს ჩვენთვის ყველასთვის უწყებულია. ჩვენ ახალი აღთქმის ადამიანებმა თუნდაც პავლე მოციქულის პირით ყველამ ვიცით, სანამ გარდავიცვლებით ქრისტე უნდა ვიხილოთ ჩვენში. გესმით? აბა სად არის ნიშნული და სადა ვართ ჩვენ? გესმით? ანუ ის რაც მართალ სვიმეონს ერთ ადამიანს ჰქონდა, ან მაგალითად ის რაც აბრაამს ჰქონდა. აბრაამს გამოეცხადა ღმერთი და აღთქმა დაუდო. ყველასთან დადებული აღთქმა, დღეს გაიგონეთ სიტყვები. სუთამისგან ყოველთა ეს არის სისხლი ჩემი აღლისა, აღთქმისა, თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული. ის რაც თითოეულ ცალკეულ ადამიანებში ხდებოდა ძველ აღთქმაში, ამ დიდებულების წინაშე თითოეული ქრისტიანი დგება, ამას ნიშნავს ქრისტიანი და მათ შორის იმასაც, რომ ყველამ ვიცით, რაც სვიმეონს ეუწყა ინდივიდუალურად. ყველამ ვიცით, რომ ქრისტე უნდა ვიხილოთ გარდაცვალებამდე, ეს არის ცხონების, ანუ გადარჩენის ფორმულა. მერე წერია ესეთი რამე, რომ მოვიდა სულითა წმინდითა ტაძრად უფლისა. ღმერთი ყველგან არის, მაგრამ ტაძარი განსაკუთრებული ადგილია ღმერთთან შეხვედრისა და სული წმინდით მოდის. ანუ რამდენჯერ ყოფილა როცა ჩვენში ყოფილა აღძვრა, სინდისი გვეუნება თუ შინაგანი რაღაცა ინტუიცია, რომ წადი ტაძარში. აი დღეს მირქმა. რა თქმა უნდა, ამერიკაში ემიგრაციაში ძალიან მძიმე სიტუაცია, იმ ხრივ რომ ადამიანები ძალიან დატვირთულები ხარ და აი გულით მებრალება ყოველი ადამიანი, რომელიც ემიგრაციაში ცხოვრობს. მაგრამ მეორე ხრივ, ჩემი პატარა გამოცდილებით ვიცი, რომ ყოველთვის ხდება ისე, რომ ადამიანს ცოტათი ზედმეტი გაჭირვებით შეუძლია და არ მოდის, შეუძლია და ვერ მიდის. გესმით? მიუხედავად იმისა, რომ მორწმუნე შინაგანად ეძახის, რომ მირქმა და ხა ნუ დაისვენებ დღეს, ცოტა გაიჭირვე და წადი. ეს სიტყვა გულში გაჩენილი, ეს ინტუიცია და ეს ცოდნას გნებავთ მადლისგან არის, სულიწმინდისგან არის, რომელიც გეძახის, მოდი და შენ არ მოდიხარ. ეგ ერთი და მეორე. საღვთო მადლით სულიწმინდა ღმერთით ვიცით, რომ ჩვენ არა მარტო ქვის ტაძარში უნდა ვიმყოფებოდეთ, არამედ საკუთარ ტაძარში. აი როგორც წმინდა მამები გვასწავლიან წმინდა წელზე დაყრდნობით, ისაა კასური პირდაპირ გვასწავლის, რომ შედი შინაგან საუნჯეში, როგორც უფალი გვასწავლის, ასევე იმ სიტყვებს იმეორებს და იქ ნახავ ღმერთს და იქ ნახავ ზეცას და შენი შინაგანი გული, შინაგანი მისტიკური სიღრმე ზეცისგან არ განსხვავდება, იმიტომ რომ ზეცა, იმიტოა ზეცა რო ღმერთია და შენი მისტიკური სიღრმე, იმიტოა მისტიკური სიღრმე რო შენშიც ღმერთია და მარადისობაში ასასვლელი კიბე შენი გულიდან გადის. ამიტომ დიახაც ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ხშირად ვიყოთ და მოუკლებელი ლოცვა პავლე მოციქული რო ამბობს, ნიშნავს, რომ ჩვენ სულ გულში უნდა ვიყოთ. ეხლა ეს რას ნიშნავს? ცალკე თემა, მე ხო ამას არ ვხსნი, ამას რა თქმა უნდა ბევრი ღვაწლი და შრომა ჭირდება, ბევრი ტკივილისა და განსასწრების გადატანა ჭირდება. ღვთის განგებულებისადმი უსიტყვო მორჩილება სჭირდება, რომ ეს შენ ცხოვრებაში მოხდეს და უერთგულესი ცხოვრება ქრისტესი და მისი ეკლესიისა სჭირდება, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ უბრალოდ მე ვამბობ, რომ აი ეს ჩვენში უნდა მოხდეს და ეს უნდა განხორციელდეს. და ესე იგი, როცა ის შედის, ამ დროს ხდება რა შეყვანებასა მას მამა დედისა მიერ, ყმისა იესოისა. ნახეთ, სულიწმინდა ღმერთმა აღძრა, მივიდა და ამ დროს ქრისტე შემოდის, ხელთ უპყრიათ მის, ესე იგი, გამზრდელ იოსებს და დედას და აი ის რომ მან დაუჯერა სულიწმინდა ღმერთს და შევიდა ტაძარში, მე რომ დაუჯერებ ღმერთს და მოვალ ტაძარში და ასევე ჩემს საკუთარ ტაძარში შიგნით ჩავალ, მეძლევა შესაძლებლობა ქრისტესთან შეხვედრისა. ყოველთვის, როდესაც მე მცნების აღსრულებით, ანუ და ასევე წმინდა გულის თქმით, რომ მიდი ტაძარში და ჩადი შიგნით ყურადღები და უფალს მოუხმე, ეს ყოველთვის არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ერთხელაც ეს დაგვირგვინდება ქრისტესთან შეხვედრით და ალბათ თქვენს გაქვთ ამის გამოცდილება, რომ მოსულხარ ტაძარში, ზიარებულ ხარ და ისეთი რამე განგიცდიათ, რაც არასოდეს განგიცდიათ, როცა გილოციათ სიღრმისეულად, ისეთი რამე განგიცდიათ, რაც არასოდეს განგიცდიათ, ეს იმას ნიშნავს, რომ იმ დროს, იმ წამს მოხდა თქვენი ოდნავი მაინც შეხება ქრისტესთან. მან მიიქვა იგი მკლავთა თვისთაზე და ანუ ქრისტე ჩაიხუტა გულში, ეს მირქმა რასაც ქვია, ხო? ქრისტესთან შეხვედრა მოხდა რა? რას აკეთებს? აი ესე გულში ჩაიკრა. ხო, ესე იგი, შეხვედრა მოხდა ქრისტესთან, მისი სანუკვარია ეს ცხოვრების საზრისი აღსრულდა და პირველი რასაც აკეთებს, აკურთხევდა ღმერთსა. ანუ ღვთისდიდებას იწყებს. ნახეთ, ლოცვის мотиваცია. ლოცვა რამეს კი არ თხოვს. ანუ უხარია, ბედნიერია, ღვთისდიდებას იწყებს, აკურთხევდა ღმერთსა და მერე რასაც თხოვს,
ეს სათხოვარის მიწიერი სათხოვარი არ არის. სხვათა შორის ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ლოცვის თავარი мотиваცია მიწიერი სათხოვარი არ არის. როცა მოციქულები ეუბნებიან, როგორ ვილოცოთ, მამაო ჩვენო სასწავლის უფალი და მამაო ჩვენოში არაფერი მიწიერი мотиваცია არ არის. იქ ყველაფერი არის ზეციური мотиваცია. პირველივე სიტყვა ამის განსაზღვრელია. მე მინდა შენი შვილი ვიყო და ამიტომ მამას გიწოდებ. არც ერთი რელიგია არ არის. მხოლოდ ქრისტიანობა, რომელიც გვაძლევს უფლებას სამყაროს ცოცხალ შემოქმედს მამა უწოდოთ. ეს სიტყვები, რომ ესე იგი ამ როადი და აკურთხა, ხო, მე რასაც თხოვს და რას თხოვს? მიწიერს არა. ას განუტევე მონაი შენი მეუფეო სიტყვისაებ შენისა მშვიდობით. რამე თუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება ჩემი. ეს თბილი და ტკბილი სიტყვები, რომელიც ყველა ქრისტიანს უნდა უყვარდეს, ანუ რას ეუბნება? მინდა რომ გარდავიცვალო. რათონა რომ გარდაიცვალოს? ორი მიზეზის გამო. ჯერ ცხოვრებამ დაღალა, ამ დიდხანს ცხოვრებამ დაღალა და მეორე მან უკვე იცის რომ მოვიდა უკვე ადამიანებთან შორს კი აღარ არის ტრანსცენდენტული, ანუ ქმნილი ყოფიერების მიღმა კი აღარ არის, უკვე სამყაროში შემოვიდა, სამყაროს შემოქმედი ცოცხალი ღმერთი და უკვე რა ბედნიერებაა გარდაცვალება, იმიტომ რომ გარდაცვალება გაძლევს შესაძლებლობას, რომ შენ ღმერთთან იყო. ადრე თუ ჯოჯოხეთში მიდიოდნენ ადამიანები, მალე გაიზრდება ქრისტე, მოხდება ჯვარცმა და ჯვარცმით შეიმუსრება ჯოჯოხეთი და ცოტა რჩება ადამიანთა გამოხსნამდე და აი უკვე უნდა რომ აღარ უნდა აკოფნა და უკვე უნდა რომ გავიდეს და რატომ გავიდეს? იმიტომ რომ ღმერთთან იყოს. ანახეთ мотиваცია. ერთი რომ ადიდებს და მეორე რაც სათხოვარი შენთან მინდა უფალო ვიყო. სხვა სათხოვარი ადამიანს არ აქვს. აბა მიწიერი რომშია, რომ წყურია, კარიერას, ჯანმრთელობა, შვილის ბედნიერება, გახსოვთ სახარებაში უფალი რას ამბობს? ეს მამამ, თქვენმა მამამ, ანუ ღმერთი ხო მამაა ჩვენი. სანამ თხოვდე, სანამ ითხოვ, მანამდე იცის და ნუ თუ დაგაყვედრის, ნუ თუ არ მოგცემს, თუ შენ მისი შვილი იქნები, ამიტომ თავარი იყო მისი შვილი და დანარჩენი ყველაფერი მის ხელშია. აი ეს არის. თუმცა თხოვნა კი არ იგრძალება, უბრალოდ мотиваცია რა არის, თავარი ეს არის მნიშვნელოვანი. და შემდეგ გახსოვთ, რომ სვიმონ მირქმელი აკურთხებს მარიამს და მართალ სვიმეონს და აქ რასაც ღვთისმშობელს ეუბნება საინტერესოა, ასევე ნახეთ რას ეუბნება, აჰა ესე რა, ესე დგას ქრისტეზე მიანიშნებს. ქრისტეზე მიანიშნებს, ესე დგას, ანუ ეს არის ჩვენთან არის უკვე რისთვის დაცემად და აღდგინებად მრავალთა ისრაელთა შორის და სასწაულად, ანუ ნიშნად სიტყვის საგებლად. რა საოცარ ამას ამბობს? ანუ რას ნიშნავს, ნახეთ? ღმერთი რო ადამიანად მოვიდა, განკაცებული ღმერთისადმი, ანუ ადამიანად მოსული ღმერთისადმი, სამყარო რო შეხედავს ამას და უყურებს უკვე 2000 წელია, იყოფა ორ ნაწილად. ვინც ცნობს მასში ღმერთს და იღებს, ის დგება, აღდგინებულია. ხოლო ვინც მასში ღმერთს ვერ ცნობს, ის დაცემულია. ანუ ქრისტეს, ანუ ღმერთის ადამიანად მოსვლამ სამყაროში მოახდინა სამყაროს და თითოეული ადამიანის შინაგანი ცხოვრების, შინაგანი მდგომარეობის ლუსტრაცია. ადამიანს გონია საკუთარი თავი ძალიან კარგი. მაგრამ ქრისტესთან მიმართებაში ხდება მისი გაშიფრვა. თუ ის ქრისტეში ღმერთს ცნობს და ემორჩილება, აი როგორც ნათლობის აღთქმა, ესე იგი, წამს იგი მღვდელი ეკითხება მოსანათს. ნახეთ რა შეუნება მოსანათლი, წამს იგი ვითარცა მეუფე, ანუ მეფე და ღმერთი. შეიძლება ის, ხო ღმერთი ადამიანად მოსული, მაგრამ ის მეფეც უნდა იყოს, ანუ შენ მას უნდა ემორჩილებოდე. აი ეს ამ კუთხით ხდება ლუსტრაცია. თითოეული ადამიანის ქრისტეს წინაშე, აი ჯვარცმული ღმერთის წინაშე, ყველა ადამიანის ლუსტრაცია ხდება. იღებ თუ არ იღებ და თუ იღებ როგორც ღმერთს, მე ემორჩილები თუ არ ემორჩილები. თუ არ იღებ და არ ემორჩილები, ან თუ იღებ და არ ემორჩილები, მაშინ ესე გამოდის, რომ შენ ტყუილუბრალოდ დაიბადე ამ სამყაროში და შენი მისია ვერ შეასრულე. და ასევე წერია, რომ სასწაულად სიტყვის საგებლად, ეს ნიშნავს, რომ სულ ბოლომდე ესე ერთგვარი ნიშანია ჯვარცმული ღმერთი, რომ ადამიანები იწყებენ კამათს,
ადამიანებს აქვთ ეს პრობლემა, რომ აბა როგორ არის დაუჯეროთ, არ დაუჯეროთ, ღმერთია თუ კეთილი ადამიანია, თუ არც ღმერთი, არც კეთილი ადამიანი არ არის და ასე შემდეგ, სულ მოდა, გესმით და ასევე მის ნათქვამისად მინდობა, ეკლესია მან დაარსა, მაგრამ ადამიანები ამბობენ, კი ქრისტემ წამს, მაგრამ ეკლესია არ ამწამს. ამ დროს ქრისტე თვითონ არსებს ეკლესიას და ანუ სულ მიდის ეს კამათი, იმიტომ რომ არ არის საკმარისი ის მიიღო, არამედ როგორც ღმერთი, არამედ მას უნდა დაემორჩილო. აი ამაზე აქვს საუბარი და მე კიდე საინტერესო რაღაცა საბოლოოდ ესეთ რამეს ეუბნება და ეუბნება ღვთისმშობელს, მაგრამ ჩვენ ხო ვთქვით თავიდან, რომ ყველაფერი უნდა გავითავისო. თვით შენსასა სულსა განვიდეს მახვილი. ანუ შენში გავა მახვილი. ეს წინასწარმეტყველებაა, რომ მარიამი გაიტანჯება. იმიტომ რომ ქრისტეს არავინ არ იღებს, დაიწყებს ის მოკლედ. ქრისტეს სულელად თვლიან, შეურაცხყოფენ, დასცინიან, უარყოფენ, ღალატობენ, მერე ბოლოს გაყიდიან, მერე ცემენ, მერე აფურთხებენ და მერე ესე იგი გააშიშვლებენ და ჯვარზე მიალურსმავენ. გესმის? ეს საშინელება უნდა გაიაროს დედამ და ამას უწინასწარმეტყველებს და ყველაფერი ეს რა თქმა უნდა, ხო, ხვდებით, აბსოლუტურად უსამართლოდ, რომ არავის არაფერი არ ესმის, უახლოესი მოციქულებიც კი გაიქცევიან, ერთ-ერთი საერთოდ უღალატებს და ეს ყველაფერი საშინელ ტკივილს აყენებს ღვთისმშობელს. და რატო მიწერია ეს? იმიტომ მიწერია, რომ რატო აყენებს საშინელ ტკივილს? იმიტომ რომ ღვთისმშობელს ბუნებრივია, რომ ბუნებრივათაც უყვარდა ქრისტე, რომ მისი გაჩენილი იყო. ამავე დროს მას როგორც მორწმუნეს იგი როგორც ღმერთიც უყვარს და ხედავს იმ უსამართლობას, რაც მის თავზე ხდება და ჩვენ თითოეული ჩვენგანი, თითოეული აი შობის დღესასწაულზეა ხოლმე ესე ნათქვამი წმინდა მამების მიერ, რომ ჩვენ ღვთისმშობელს უნდა ვემსგავსოთ. როცა ადამიანი ეზიარება ის პოტენციაში ის ემსგავსება ღვთისმშობელს, რომ როგორც ღვთისმშობელში 9 თვის განმავლობაში ღმერთი ცხოვრობდა. ყოველი ზიარების დროს ღმერთი შემოდის შენში. გახსოვთ ქრისტეს სიტყვები, ვით შეჭამს ჩემს ხორცსა და სისხლს, მე მასში შევდივარ და მასში მარადიული სიცოცხლე იწყება. ჩვენ პოტენციურად ღვთისმშობელს მსგავართ იმით, რომ ჩვენში ყოველთვის როცა ვეზიარებით, როცა იესოს სახელით ჩავისუნთქავთ, მოდი ესე ვთქვა, ყოველთვის შემოდის ჩვენში ქრისტე და ჩვენ რო ვერ გძნობთ ეს ჩვენი გამხმარი და ესე იგი გაქვავებული გულის ბრალია, მაგრამ პოტენციაში ჩვენ მას უნდა ვგზნობდეთ და შესაბამისად ვერ დგულებდეთ. ამიტომ თუ ჩვენ არ გვეტკინება ქრისტეს ტკივილი, მიმსგავსებულად იმისა, როგორც ღვთისმშობელს ტკიოდა, გესმით, ჩვენ ქრისტიანი აღარ ვართ და თან ჩვენ ერთი რამე ვიცით ღვთისმშობლისგან განსხვავებით, რომ ქრისტეს ტკიოდა ჩემთვის მე მოვკალი ქრისტე, ჩემი ცოდვების გამო. ჩემი ცოდვები სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ მოინდომებდა რა ჩემს გადარჩენას და ჩემი ბრალეულობის თავის თავზე აღებას. ჩემი ცოდვები სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ ჩემი ცოდვების შესაბამისი ტანჯვა განიცადა რა მომკვდარიყო ჯვარზე. ამიტომ მე ვამბობ ესე, მე მოვკალი იესო ქრისტე. და როგორ შეიძლება რომ მე ჯვარცმის წინ ვიდგე, ან წარმოვიდგენ და ჯვარცმას და როგორ შეიძლება რომ არ ვიყო ქეთ დადრეკილი მის წინაშე და არ მტკიოდეს, რომ ტკივა მას სამყაროს შემოქმნეს და როგორ შეიძლება მე აქედან ჩემში მის და მის სიყვარული ნელ-ნელა არ გაჩნდეს. ამიტომ ისმის ჩვენს გასაგონად შენსასა სულსა განვიდეს მახვილი. თეოდორე, შენ სულში უნდა გავიდეს მახვილი ქრისტეს ტკივილებისა, რომ შენ ქრისტიანად იწოდებოდე და ეს რომ ასია დასტურდება ბოლოს სიტყვებიც რაც უნდა წაგიკითხოთ. ღვთისმშობელში ხო უნდა ესე იგი განვიდეს მახვილი და მერე წერია, რათა განცხადდეს მრავალთაგან გულთა ზრახვანი. განცხადდეს მრავალთაგან გულთა ზრახვანი. განცხადდეს რა? ვის ეტკინება? ანუ ვისი აღდგინებაც ხდება და ვის არ ეტკინება და დღემდე ებრძვის ქრისტეს და მის წმინდა ეკლესიას. აი ეს ლუსტრაცია კიდევ ერთხელ და მე ჩემ თავზე რომ შევხედავ ჩემი თავისკენ რომ გავაკეთებ ყურადღებას მოვაპყრობ, მე უნდა ვიფიქრო რომ სად ვარ მე? ვარ იქ სადაც უნდა მტკიოდეს, თუ იქ ვარ სადაც უნდა პირიქით უდარდელად უყურებდი ამას. აი ესე დღევანდელი დღე, დღევანდელი საკითხავი, დღევანდელი სახარება, ნახეთ როგორ აი ამ მოკლე საუბარშიც კი რამხელა სიღრმეს გვაჩვენებს და როგორი мотиваცია უნდა მოგცეს
დღევანდელმა დღემ თუნდაც იმისა, რომ ღმერთი უფრო მეტად გუნდხურვალეთ ვეძებოთ, როგორ გვაძლევს мотивაციას, რომ გავიაზროთ სიღრმისეულად, რას ნიშნავს ზიარება, რას ნიშნავს იესოს სახელის მოხმობა, ანუ ლოცვა და საერთოდ რას ნიშნავს წმინდა წერილი, როგორი ღრმა არის იგი და როგორი ამოუწურავი და როგორი მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში. ამინ. გისურვებთ, რომ არ გარდავცვლილიყავით ისე, რომ ქრისტეს არ შევხვედროდით, აშკარად განცდით, მთელი არსებით და აი ამგვარი გამოცდილების მქონენი უკვე აღარ ვიქნებით მოშიშნი იმისა, რომ უნდა გარდავიცვალოთ პირიქით, პავლემოცხულივით შეგვეძლება თქმა იმისა, რომ მე მინდა უფრო გავიდე, ვიდრე აქ დავრჩე, რამე თუ ცოცხალი მე კი აღარა ვარ, ჩემში ცოცხლობს იესო ქრისტე. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.